ყველაზე საგანგაშო მაჩვენებელი. თქვენ უყურებთ ინგა გრიგოლიას დღის ამბებს ორზე მოგესალმებით. ბლუმბერგის სავალუტო აუქციონის სისტემაში დღევანდელი ვაჭრობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებით დაიწყო. დოლართან მიმართებაში ვაჭრობა 2 და 5.17 დაიწყო, ახლა კი 1 დოლარი 2 და 53 ლარი ღირს. ეს ჯერჯერობით ოფიციალური კურსი არაა, თუმცა თუ ოფიციალური კურსი 2.52-ზე მაღალი იქნება, ეს ლარის არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი კურსი აღმოჩნდება. ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5-ზე გამოაქვეყნებს. ახალი მთავრობა, ახალი პარლამენტი და ძველი კიდევ უფრო გამწვავებული პრობლემები. უმუშევართა უზარმაზარი არმია ქვეყანაში და მოსახლეობა, რომელსაც ჯერ მთავრობისგან პასუხი არ აქვს. რა ეშველება ლარს, რიგითი ადამიანები ტელეეკრანებიდან მხოლოდ იმას უყურებენ ჯერ, როგორ ჩხუბობენ ერთმანეთში პოზიცია და ოპოზიცია, როგორ ახსენებენ ერთმანეთს 9 წელს და შემდეგ კიდევ 4 წელს და როგორ გადის ამასობაში ჩვენი ცხოვრება რჩეულთა პოლიტიკურ განცხადებებში. რა უფრო გაინტერესებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, პური თუ სანახაობა? რამდენად გასაგებიანით გესაუბრებიან თქვენი რჩეულები და რამდენად გაქვთ იმედი, რომ ოდნავ მაინც მოგვარდება თქვენი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები? პენსია 2017-ში არ იზრდება. პრემიერმა თქვა, რომ ის ტყუილების თქმას არ აპირებს. 800,000 პენსიონერს, რომელთა ძალიან გაუძვირდათ, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა, თუნდაც მედიკამენტები, პენსია 2018 წლიდან მოემატებათ. შაქარი, რომელიც ცოტა ხნის წინ 1 ლარი და 50 თეთრი ღირი და უკვე 2 და 20 ღირს არის, ვარაუდი რომ ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან ქვეყანაში შემოსული იმპორტირებული პროდუქტი, ეს იქნება წამლები თუ ნავთობპროდუქტები, დოლარზეა მიბმული. ხელისუფლების ზოგი წარმომადგენელი გვიმტკიცებს, რომ არ გაძვირებია ცხოვრება მათ, ვისაც ბანკის სესხი არ აქვს. თუმცა UNICEF-ის კვლევის მიხედვით ოჯახების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი 31%-აა გაზრდილი და მედიკამენტების შეძენა ჯანდაცვაზე გაწეული მთლიანი ხარჯების მთავარ კომპონენტად რჩება. ჩვენს ხელფას ლარში ვიღებთ. მოსახლეობის უზარმაზარი პროცენტი ვერც ლარში, რადგან მათ სამსახურიც კი არ აქვს. დღეს ბიზნეს რეზონანსი წერდა, რამდენად შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა 2016 წელს გაზეთის ინფორმაციით. 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 26,000 ჩამორჩება. როგორც სპეციალისტები ამბობენ გაზეთთან საუბარში, სავალუტო კრიზისის გამო დასაქმებულთა რაოდენობა სამომავლოდაც შემცირდება, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში. დაქირავებით დასაქმებულთა კლებას ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, 2016 წლიდან დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება დაიწყო. პირველი მეორე კვარტალი ამ მხრივ დამაიმედებელი ნამდვილად არ აღმოჩნდა. კერძოდ, როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, 2015 წელს ქვეყნის სამეწარმეო სექტორში 626,000 ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 577,000-მდე ჩამოვიდა. რაც შეეხება მეორე კვარტლის მონაცემებს, აქ ცოტათი ზრდა შეინიშნება, მაგრამ საერთო რაოდენობა 600,000-ს არ აჭარბებს. ხელისუფლება ახლა ეძებს გზებს და გამოსავალს, როგორ შეიძლება შეაჩეროს ლარის ვარდნა, თუმცა ეკონომიკურ გუნდში რეალურად იგივე ხალხია და ცვლილებები შეიძლება ითქვას კოსმეტიკური იყოს. შესაბამისად ჩდება კითხვა, აქამდე რატომ არ არსებობდა ან არსებობდა თუ არა ჩამოყალიბებული გეგმა, რა შეიძლება ეშველოს ლარს და ხალხს, ვისაც ბანკის კრედიტები აქვს. გასული წლის მონაცემებით მსესხებელთა 67%-ს აქვს სესხი დოლარში. ეკონომიკის ყოფილმა და ამჟამად უკვე ფინანსთა მინისტრმა ვიცე-პრემიერმა კუმსიშვილმა საბანკო კრედიტების ზარალი ჩვენვე დაგვაბრალა და გითხრა, რომ საკმარისი ცოდნა არ გაგვაჩნია, თორემ არ დავზარალდებოდით და დავეჯირდებოდით. კუმსიშვილის ეს განცხადება, როგორც ჩანს, მაინც და მაინც კომფორტული არც სახელისუფლებო გუნდისთვის აღმოჩნდა განმარტებების ან განცხადებებისთვის. მაგალითად, გუშინ TV პირველზე ნინო ჟიჟილაშვილთან გუნდის ახალმა სახემ ირინა ფრუიძემ იმედი გამოთქვა, რომ დიმიტრი კუმსიშვილი მომავალში უფრო მარტივი ენით ისაუბრებს, მეტად გასაგები რომ გახდეს მოსახლეობისთვის. ანუ გამოდის, რომ ჩვენ არ გვესმის, თორემ ვიცე-პრემიერს თურმე საგანგაშო არაფერი უთქვამს. ჩვენი სტუმრები ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი პატრიოტთა ალიანსიდან, რომელსაც საკმაოდ მწვავე დაპირისპირება ჰქონდა მთავრობის დამტკიცებისას ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და მის ზოგიერთ მინისტრთან, ასევე ელენე ხოშტარია, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა საქართველოს წინსვლისთვის და